რო გადმოვინაცვლოთ დღევანდელობაში. ჩვენ ამ ისტორიის გახსენება სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და ამავე დროს მდგრადი გავხდეთ თანამედროვე გამოწვევებისადმი. აი დღეს მაგალითად თავისუფლების დემონსტრაცია ისეთი წარსულისთვის უცნობი ფორმით გამოიხატება, როგორც არის მაგალითად open air-ი, ხო, ასე ქვია ფესტივალს, რომელიც იმართება 2 დღის განმავლობაში ლისის ტბაზე და ათასობით ახალგაზრდა არის შეკრებილი, არა მარტო, მაგრამ ძირითადად მაინც ახალგაზრდობა და მათი შემართება რა ძირითადი ლოზუნგითაც იმართება რისის სოლიდარობის ნიშნადაც, ხო, პოლიტპატიმრებისა და განსაკუთრებით მაღლობელის რა განცხადებებიც ისმის სცენიდან, რომელ სიმღერებზეც რეაგირებენ, რომელი ადამიანები დგანან თავად სცენაზე, ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ აი იქ შეყრდებული უზარმაზარი რაოდენობა ქართველების და საქართველოს მომავალი თაობა ზუსტად იმ აზრზე არის, რისთვისაც ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე გამოდის შედარებით კი არა ნაკლები რაოდენობა ადამიანებისა, მაგრამ ის რაოდენობა აქ ასე არ გამოდის. აი დღევანდელი სურათის სიმძაფრის, დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით, როდესაც პოლიტპატიმრებს კი არ აკლდებიან ადამიანები, არამედ ემატებიან, უკვე აი ზურა ჯაფარიძე, პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ახალი ფაზაა მაინც პოლიტიკური რეპრესიების. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესი, როგორ შეიძლება ამ 10,000-ობით ადამიანის, მათ უკან მდგარი 100,000-ობით ქართული ოჯახის თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის მეოცნები ვიხმაროთ ეს სიტყვა სურველი ადამიანების ნება აისახოს პოლიტიკურ პროცესში. ხო, მეც მინდა პატივისცემა გამოვხატო ბატონ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის მიმართ და ასევე სხვების მიმართ, სხვა შორის ოქროაშვილის მიმართ, ყველა იმ ადამიანმაც, ვინც საქართველოსთვის უკან არ დაიხია. მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც გავზომავ როგორ მომწონდა, არ მომწონდა, ისინი ამ წუთში ამ ქვეყნისათვის, ამ თავისუფლებისათვის იბრძვიან და ჩემი პატივისცემა მათ და ყველა პოლიტპატიმარს და რასაკვირველია პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს, რომელიც პირველი პოლიტპატიმარია და ჩვენ საერთოდ თავიდანვე ვერ გამსაზღვრეთ ეს პროცესი, რომ პირველივე 2012 წელს უნდა დაგვეწყო პირველივე პოლიტპატიმრების დაცვა. 2012 წელს უნდა დაგვეწყო სხვათა შორის აი ზაზა ბიბილაშვილი იხსენებდა ოფიცრებს, რომელიც მათ დახვით ეს პრინციპში და ესე დარჩა, ის როცა გადასცეს რუსეთს ჩვენი მასალები და ასე შემდეგ, მაშინ უნდა გაგვეგებიებია ყველასთვის, რომ რუსული ძალა არის აქ ამ ქვეყანაში. ახლა როგორია მდგომარეობა? მე მაინც ვფიქრობ, რომ ფაქტი არის, რომ ისინი დღეს ძალიან ბევრს წერენ სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით მათ ყავთ ეს გაუბედურებული ჩერნი, სამწუხაროდ ამ სიტყვით, ყველაზე ღარიბ ხატაკი ადამიანები, ვისაც ყველაფერი წაართვეს და დასვეს თავიანთ საკვებს ან რაღაც დახმარების სოციალურზე, ან ესენი აწერინებენ, რომ აი საშინელება, გარყდა, ეს open air და ეს ასკარად ჩანს, რომ მათი პროპაგანდაა, რომ არ მივიდნენ იქ ადამიანები, მაგრამ აი თქვენ ზუსტად განმარტეთ, რომ ის მისული ადამიანის, რომელიც რუსთაველზე დგას, მათთან ერთად დგას, ანუ ერთი პროცესია, ამ პროცესის თავისებად გაგრძელება. მაგრამ ნახეთ, დღეს პარალელურად მე სადღაც რომელიღაც სოციალურ ქსელში მოვისმინე, გრიშა უნიანის გამოსვლა, რომ მას თქვა, რომ აი ნახეთო ჩინეთში რა გააკეთეს, 1000 სტუდენტი გამოვიდა დახვრიტესო ისინი. ეს ტიანანმენის მოვედანის ცნობილი. მაგას ვამ. ხო, ეს ცნობილია, გრიშამ ასე იცის ეს ამბავი და ასე მოყვა. ისიც არის, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტად აქტიურები უნდა ვიყოთ. აი ყველამ ეს დაცვის პრინციპი უნდა გავაგრძელოთ, უფრო მეტი შემართება გვჭირდება და რასაკვირველია ერთიანობა, მე მინდა ვთხოვო რომ ყველას ერთიანობა ამ პროცესში, რატომ იცით რომ ჩვენ ნახეთ დაგვიმართა 1921 წელს 24 წლის აჯანყება, რომელიც შარშან 100 წლის თავი იყო, ამ ხელისუფლებამ არ აღენიშნა საერთოდ. აი იქ მაინც სადაც აი ზესტაფონთან და დაედო ერთი მემორიალური დაფა მაინც გაეკეთებია, სადაც ვაგონებში ჩაცხრილეს ასობით ადამიანი, ეს არ გააკეთა და საერთოდაც ამბობენ, რომ დამოუკიდებლობის 104 წლის თავი, ან რატო არ ცნობენ 9 აპრილს, იმიტომ რომ მათ არ სურთ ეს რუსული ოკუპაციაზე იყოს ლაპარაკი. 1921-დან ეს 60 წელი რუსული ოკუპაციის გამოტოვება სურთ. და იგივე მოხდა 1992 წელს მათ დახვრიტეს მიტინგები. იმიტომ რომ ჩვენ რომ ეს ერთიანობის პრინციპი არ დაგვერღვია და ერთიანად ყოფილიყო, მე ვთხოვ იმ ქართულ ინტელიგენციას, ახლა ძალიან ბევრი აქეთკენაც იქეთკაც აღმოჩნდა, ყველა მიიღო ის რაც ბატონმა ზივიათმა კიდევ ერთი სიტყვა არსებობს მშვენიერი, თქვა წასვლის შემდეგ რა შეიძლება მოყოლოდა, რომ აქ რამოდენიმე სახელმწიფო გაჩნდებოდა ამ ტერიტორიაზე და როგორი ის რაც ქონდა ქუჩაში ბანდიტობა, რომ ეს განვითარდებოდა. ჩვენ ეს უნდა წარმოვიდგინოთ თუ
თუ ეს ხელისუფლება დარჩება, ჩვენ ისევ გვეყოლება ახალი ჯაბები და ახალი ეს აქ იქნება ის რაც 1921 წელს გააკეთეს ბოლშევიკებმა და იქნება ის რაც გააკეთეს 1992 წელს კიტოვანმა და იოსელიანმა. გესმით? ასე არის, იმიტომ რომ ისეთ რა ინტელიგენციას მინდა შევახსენო, როდესაც ერთ-ერთი ქართული საზოგადოების წარმომადგენელი ამბობდა რომ ესე იგი აი ბარაბას გვერდი, იმის რა ქვია ქრისტეს გვერდით, ესე იგი ეს არის რა ქვია მარჯვენა ვაზაკი არის ჯაბაო და ან შეადარეს იმას რა ქვია სამუსკეტერს კიტოვანი ჯაბა და იოსელიანი ეს რა ქვია სიგუა მივიღეთ ჩვენ ამისგან დიდი ტრაგედია. მე მინდა ვთხოვ ამ ადამიანებს რომ გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი რაც მოხდა. მე არ მინდა ყოველთვის ყვებოდი ამ ამბავს და ვიღაცა მიფიქროს რომ ჩვენი ტრაგედია იყო ეს უბედურება. არა, ეს ყველასი იყო. მე მგონი ყველამ განვიცადეთ და მინდა ვთქვა რომ ასეთი მოსალოდნელი ამბავი არის ისევ. იმიტომ ესენი ყველაფერს ცდილობენ. აი ნახეთ ეს რადიკალური ნაბიჯი იქეთკენ არის რომ რაც შეიძლება რუსეთს დაუახლოვდნენ. რაც შეიძლება წამოვიდნენ დასავლეთისკენ. განცხადებაც კი თვითონ გააკეთეს პირველ რიგში რომ დასავლეთიდან ცილდებიან, ხომ? თვითონ ჩავიდნენ ირანში, თვითონ ჩავიდნენ ჩინეთში, თვითონ დადეს ხელშეკრულება, ანუ ყველაფერი მცდელობა, რასაც აკეთებდა 1921 წელს ბოლშევიკური რეჟიმი, რასაც აკეთებდა, როგორ შედიოდა რუსეთში, ის ტერმინების გამოგონილია ნეიტრალიტეტი, ყველაფერი, თუმცა ნეიტრალიტეტი ეწერა ჟორდანიას სამხრეთ თუმცა ამას დღეს ჭირდება სხვა პოლიტექნოლოგიური მიდგომა, რამდენადაც იქ უხეში სამხედრო ძალით მომენტალურად დამყარდა ასე ვთქვათ საბჭოთა წესწყობილება და აქ უკვე მთელი თაობა რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და მას უბრალოდ ვერც კი წარმოუდგენია რომ რუსეთის სივრცის ფარგლების ნაწილი იყოს. არის რაღაცა ნაწილი რომელიც რუსკი მირის ნაწილად თავს არათუ წარმოიდგენს იქიდან არც გამოსულა ეს არის ის თაობის რაღაცა ნაწილი კი მაგრამ ამ ახალი თაობის მიმართ ეს განსხვავებული მიდგომაა საჭირო რომ სწრაფად არ მოხდეს რომ შედეგი. ამიტომაც სადაც კი ცოტა ფეხი წინ წაუწდებათ ხოლმე და რაღაცას უხეშად გააკეთებთ, მაშინვე რეაქციას აძლევს საზოგადოება და განსაკუთრებით ეს ახალი თაობა. მაგრამ აი ჩემი ბოლო კითხვა ეს არის დრო გვეწურება, მინდა კიდევ ერთხელ მეუბრუნდე იმას რომ როგორ მოვახერხოთ რომ ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯზე იმპულსურად კი არ რეაგირებდეთ საზოგადოება, არამედ დროულად გამოვტაცოთ ეს მიტაცებული ძალაუფლება ქვეყანას მოქმედ რეჟიმს იმისთვის რომ რაღაც მომენტში უკვე რუსეთისგან თავის დახსნა რაღაც პერიოდით შეუძლებელი არ გახდეს. ჩვენ ზუსტად ზანეთ და მე ეს ბევრჯერაც მიფიქრე და მithქვამს კიდევაც რომ ჩვენ ბიძინა იწყებს და ჩვენ პასუხობთ. ან რაღაცა ისინი ყოველთვის აი ნახეთ ეს თეა წულუკიანის რაღაც კომისიაც იმისთვის არის შექმნილი რომ ყურადღება გადავიტანოთ რაღაც მთელი. ისეთ რა ჩვენ თუ ასე სათითაოდ დავთმეთ ეს ადამიანი როგორც 2012-ში დავთმეთ ხო? დავთმოთ ახლა დღეს ამას და მე შეიძლება მიადგენ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც ხომ ასე მიადგებიან აშკარად პირდაპირ ჩანს. ამიტომ ვფიქრობ რომ კონკრეტული მამაცი გადაწყვეტილება მისაღები ორგანიზებული საერთოდ 1918 წლის გამოცხადა რომ 17 წელს ინტერპარტიული საბჭო შეიქმნა და ამ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მოიწვია ეროვნული ყრილობა. ჩვენთანაც ეგეთი იდეა ასამბლეა ექნიდა რომ ეროვნული ყრილობა მოგვეწია პარტიებს. მეორე არის სალომეს ჯგუფი, მესამე ბატონი პაატა ბურჭულაძე ცდილობს. მე ვფიქრობ რომ კატეგორიული განცხადება უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ მაპატეთ არამულ არჩევნებზე ლაპარაკი თუ ამ ხელისუფლებას ახლა არ ვცნობ, აი მას შეიძლება უფრო დაბალი ხელისუფლება ვცნო, ანუ ადგილობრივი არჩევნები, ხო? სულ წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა დარჩენილი რომ ამ ხელისუფლების გაფორმება როგორც რუსული რეჟიმის, როგორც და ანტისაოკუპაციო მოძრაობის დაწყება. ანტისაოკუპაციო მოძრაობის დროს არის მთავარი мотиваცია, ეს არის გაფიცვები, ეს არის თქვათ, აი ყველა მშვიდობიანი ფორმა. ან არჩევნების მზადება დამოუკიდებლად, გამოვაცხადოთ. ჩვენ ისინი და ვაიძულოთ, როგორც აი ნახეთ 1989 წლის მათ მიიღეს აი ჯერ მარტში მე მიიღეს რომ ოკუპანტები იყვნენ ისინი ბოლშევიკები და მისი მემკვიდრეები ამათ ესენი უნდა მივაღებიოთ და ვაიძულოთ. ჩვენი ზეწოლა უნდა მოხდეს მათსადმი კონკრეტული მიღებაზე. სხვა შემთხვევაში ჩვენი მათ არ უნდა ვცნობდეთ. იცით რაც ეს დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი. იცით ნიჰილიზმსაც ბადებენ ესენი ძალიან ხშირად საზოგადოებაში ცდილობენ რაღაც ყურადღების გადატანას სხვადასხვა მეორე ხარისხოვან ფორმაში, მაინც თავისუფლებისათვის ბრძოლაში მხოლოდ მამაცი ადამიანები იმარჯვებენ.